დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 11-ზე. მე ვარლამ ციკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენი ნახავთ. რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ბოლო ცნობები ქრონიკაში 11-ზე. რა ვითარება საავტომობილო გზებზე. სტიქიის ზონაში მცირდება იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. ასევე სწრაფად იზრდება იმ სოფლების ჩამონათვალი, სადაც რთული რელიეფისა და თოვლის მაღალი საფარის გამო მძიმე ტექნიკის მუშაობა ჭიანურდებოდა. გურიიდან ბოლო ცნობებით გიორგი აბაზაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. ამ დროისთვის რეგიონში არსებული სურათი არის შემდეგნაირი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგია. დენის გარეშე ცალკეული აბონენტები რჩებიან ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. კვლავ რჩება გამოწვევა რამდენიმე სოფელში და შიდა საუბრუნ გზაზე ავტომობილების გადაადგილებისთვის, თუმცა როგორც ამბობენ ხელისუფლებაში, ძალიან მალე უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იქ სადაც მაღალია თოვლის საფარი, გაწმენდის სამუშაოები უწყოთ რეჟიმში მიმდინარეობს, სუფთავდება სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი გზა და მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ურიგდება სწორედ პროდუქტი და დახმარების სხვა ნივთები. ამ პროცესში კი ჩართულია როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე თავდაცვის ძალების სამხედროები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ბოლო ცნობებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 80-მდე აბონენტი რჩება დენის გარეშე, ხოლო 5 აბონენტი გაზის გარეშე და მათ გაზიფიცირება უნდა აღუდგეთ დღის ბოლომდე. ელდება გზის გაწმენდის სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ცენტრამდე გაწმენდილია გზები, მიმდინარეობს შიდა ცენტრალური გზების გაწმენდის სამუშაოები. ასევე აქტიურად გრძელდება საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დარიგება, რომლის მარაგი საკმაოდ დიდია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მოსახლეობის ყველა მოთხოვნა და ყველა გამოწვევა, როგორც იქნება გზების მიმართულებით, ასევე საკვები პროდუქტების თუ მედიკამენტების მიმართულებით, თავიდან ბოლომდე იქნება ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილებული. მიმდინარე სიტუაციაში ჩართულია როგორც მერიის სამსახურები, ასევე ყველა როგორც სამაშველო, ისევე სამხედრო ძალები. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ სამსახურს, რომელიც უდგას მუნიციპალიტეტს გვერდში. 70 წლის კაცი ვარ, მე ამ ხელა თოვლი ნამდვილად არ მახსოვს. რა ვიცი, იმ ხელა თოვლი რომ მოვიდა, შეიკეტა გზები, ყველაფერი. და მერიამ გამოყო ყველანაირად ტრაქტორი, გზას გვიწმენდნენ, პროდუქტი შემოტანილია, ეგერ დაწყობილია და რა ვიცი, ყველანაირად გვიწყობს ხელს მერია. გამოწვევა რჩება ოზურგეთის რამდენიმე სოფელში, თუმცა როგორც ამბობენ ხელისუფლებაში, მათ აქვთ უწყვეტი კომუნიკაცია მოქალაქეებთან. პარალელურად სტიქიის ზონაში დაზარალებულებს ურგებენ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად გამოგზავნა სხვადასხვა კომპანიამ, ბიზნესმენმა და საქართველოს საპატრიარქომ. ოზურგეთის მერის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული და არასწორი კამპანია, თითქოს ჰუმანიტარულ ტვირთს პოლიტიკური ნიშნით ურიგებენ მოქალაქეებს, რაც ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით არის მცდარი ინფორმაცია, ვინაიდან ტვირთი განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ცხოვრობს კრიტიკულ ზონაში, სადაც მაღალია თოვლის საფარი და დააზარალა სტიქია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, ეს არ ჩერდება, სანამ აბსოლუტურად მთელ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ მოხდება გზის გაწმენდა. ინტენსიურად ბოლო დღეების განმავლობაში ჩართული იყო ყველა საჯარო სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოხალისეები, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ ჩვენთან და ხდება სოფლებში იმ მოსახლეობის მომარაგება და კვების პროდუქტების მიწოდება, რომელიც სოფლებიც არის ჩაკეტილი. თუმცა ჩვენ ვხედავთ ასევე ყველაზე რაც მთავარია და ყოველთვის გაეცემა პასუხი დეზინფორმაციას ოპოზიციური მედიების მიერ, რომლებიც მიდიან და აჟღერებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ მოქალაქეებს, რომელსაც სოციალური დახმარება აქვს, ვიღაც ემუქრება. ეს არის ტყუილი, ეს არის დანაშაული, როდესაც მოქმედებენ ჩვენი თანამოქალაქეების ემოციებზე. გამორიცხულია, რომ რომელიმე ჩვენი საჯარო უწყების თანამშრომელი მივიდეს და მსგავსი სიცრუე უთხრას. თუმცა მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ჩაუსაფრდნენ საქართველოს საკუთარ ქალაქს და ტალახი ესროლონ, მოიტყუონ და დეზინფორმაცია გაავრცელონ, რომ თითქოს ხელისუფლება არის უმოქმედო. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე დღეა მონაწილეობს თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე პროცესში ჩართულია ვერტმფრენი და დრონები, სწორედ დრონის საშუალებით ადგენენ ელექტროენერგიის დაზიანებული კერის ადგილს. მადლობა, გურიიდან ბოლო ცნობები გიორგი აბაზაძემ გაგვაცნო.
ბათუმში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. მუნიციპალური სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას. ყველა ცენტრალური და საკვანძო გზა გაწმენდილია. დასასრულს უახლოვდება შიდა საუბნო გზების თოვლის საფარისაგან გათავისუფლების სამუშაოები. მუნიციპალური ავტობუსები შეუფერხებლად გადაადგილდებიან. თოვლი და ლიპყინულია ძირითადი მიზეზი, რის გამოც სვაზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. გზის ამონაკვეთზე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. ადგილზე ვითარებას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ. გზებზე გადაადგილება გახსნილია, უსაფრთხოების ნორმები დაცულია ყველგან, მოხსნილია ყველა შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგენილია. ერთადერთი შეზღუდვა, რაც ამ დრომდე ნაჩვენდება, ეს არის გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი მანქანების მოძრაობა ამ დროისათვის ჯერ კიდევ აკრძალულია, შეზღუდულია. მიმდინარეობს აქ აქტიური მუშაობა. დღის მეორე ნახევარში ეს შეზღუდვაც მოიხსნება. ამჟამად მაღალი გამავლობის მანქანებისთვის გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა დაშვებულია, შეზღუდულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის. თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. განსაკუთრებით ძლიერი ნალექია გლდანის რაიონში, ასევე ამაღამ თოვასთან ერთად მოსალოდნელია ყინვა. უხვი ნალექის გამო დაწყებული გვაქვს ტექნიკური მარილის დაყრა, გზის გაწმენდითი სამუშაოები. ყველგან სადაც საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ყველგან მივალთ და მოვაწესრიგებთ გზებს. მთელი ტექნიკა მობილიზებულია, ჩვენი თანამშრომლები მობილიზებულია, ყველა ყურადღებით იქნება, რომ გზებს გადაადგილების თვალსაზრისით გზებზე არ იყოს პრობლემა. ტრამპის ზელენსკის შეხვედრა და გამოხმაურებები. ზელენსკი მიეჩვია კიევმა განსაზღვროს, როგორ უნდა რეგულირდებოდეს კონფლიქტი, მაგრამ შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ყავს ახალი მიდგომებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, მისი თქმით, თეთრ სახლში ზელენსკის უტაქტო ქცევამ ტრამპს არა მხოლოდ იმედი გაუცრუა, არამედ ძალიან გააბრაზა. ზელენსკი მიეჩვია იმის მოსმენას, რომ მხოლოდ ის განსაზღვრავს რა როგორ უნდა მოგვარდეს. მას ეს ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ესმოდა, მაგრამ ახლა ამერიკაში სხვა პრეზიდენტია, რომელსაც მშვიდობის მიღწევის სხვაგვარი ხედვა აქვს. ტრამპი არ არის ბაიდენი. ის არა მხოლოდ იმედგაცრუებული, არამედ გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ ზელენსკიმ თეთრ სახლში ნამდვილი ჩასაფრება მოაწყო. მას შემდეგ, რაც პრესის წარმომადგენლებმა ოვალური კაბინეტი დატოვეს, ჩვენ ერთმანეთ ურჩიეთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ ასეთი შეურაცხყოფის შემდეგ მოლაპარაკების გაგრძელება არ ყიდა, რადგანაც ვერ ხედავდით, როგორ უნდა წაგვეწია წინ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ უთხრა ზელენსკის, რომ დრომის მხარეზე არაა და არც ამერიკული დახმარება იქნება მუდმივი. ზელენსკის მშვიდობა არ სურს, რაც ტრამპთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურდა. ასე აფასებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში მომხდარ ინციდენტს. ვიქტორ ორბანის თქმით, ტრამპს კონფლიქტის დარეგულირება უნდა, რაზეც ზელენსკი უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა პრაქტიკულად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხის გადაჭრის თვალსაზრისით, მაგრამ ის ცუდი შედეგით დასრულდა. ტრამპს სურს ამ კონფლიქტის დასრულება, ზელენსკის კი არ სურს მშვიდობა იმ პირობებით, რომელსაც ამერიკელები სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა დაუძლურებულია და პრაქტიკულად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა უნდა იპოვოს გზა ტრამპთან ურთიერთობის აღსადგენად. მარკ რუტეს თქმით, თეთრ სახლში მომხდარი კამათის შემდეგ ის ვოლდიმირ ზელენსკის ორჯერ ესაუბრა. ციტირებ, საუბრის დეტალებს ვერ გავასაჯაროვებ, თუმცა მას ვუთხარი, რომ პატივი უნდა ვცეთ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისათვის. ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა და ეს დასაფასებელია, აღნიშნა რუტემ. ზელენსკის მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისაკენ მოუწოდებს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდას თქმით, სიტუაციიდან გამომდინარე უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებთან
დიალოგს უნდა დაუბრუნდეს და მშვიდად აწარმოოს მოლაპარაკებები იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც უკრაინის უსაფრთხოებისათვის არის საჭირო. უკრაინაში 2014 წელს დაწყებული ომის დასრულების სხვადასხვა მცდელობები იყო. ამ დროის განმავლობაში იმართებოდა მოლაპარაკებები, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. რუსეთმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო. ამ მომენტიდან ვერავინ შეძლო აგრესიის დასრულება. დონალდ ტრამპმა კი გადაწყვიტა ეს სცადოს. ვერ ხედავ ძალას მსოფლიოში ამერიკის გარდა, რომელსაც რუსეთის შეჭრის დასრულება შეუძლია. ვფიქრობ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება საჭიროა. პრეზიდენტი ზელენსკი ამ მაგიდასთან უნდა დაждდეს და უნდა მოიძებნოს გამოსავალი, რომელიც უკრაინას უსაფრთხოს და დაცულს გახდის. თუ არის ვინმე, რომელიც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის არა კიევში, არამედ მოსკოვში. ასე გამოეხმაურა ემანუელ მაკრონი თეთრ სახლში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას განუცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, აგრესორი რუსეთია, უკრაინა კი არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც იცავს. თუ ვინმე ეთამაშება მესამე მსოფლიო ომს, ეს ვლადიმერ პუტინია. მან დაიწყო აგრესიული ომი 3 წლის წინ. მან ჩამოიყვანა 10,000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ევროპულ მიწაზე. ის იღებდა ირანისგან დრონებს, ეხმარებოდა ირანს ბირთვულ პროგრამაში, რათა ევროპულ მიწაზე გამოეყენებინა. მან გააღრმავა კავშირები ჩინეთთან, საიდანაც ორმაგი დანიშნულების მასალებს იღებს. მისგან ვისმენთ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, ასე რომ თუ არის ვინმე, ვინც მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება, ის კიევში არ არის, ის მოსკოვშია. ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით დამნაშავის მსხვერპლად წარმოჩენას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ალენა ბერბოკის თქმით, აგრესორი რუსეთია, რომელიც უმიზეზოდ დაესხა თავს უკრაინასა და სასტიკი დანაშაულები ჩაიდინა. რუსეთის მსხვერპლად წარმოჩენა კი წინააღმდეგობაში მოდის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან. თეთრ სახლში მომხდარმა სკანდალმა ნათლად აჩვენა, რომ მანკიერების ახალი ერა დაიწყო, რომლის პირობებშიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და კანონის უზენაესობა უფრო მეტად უნდა იყოს დაცული ძლიერთა ძლევამოსილებისგან, ვიდრე ოდესმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ერთი თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც ძლიერი მეზობელი ყავს, ამიერიდან მშვიდად ვერ დაიძინებს. არავის სჭირდება მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებს, თუმცა მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და ხანგრძლივი. ეს არ უნდა იყოს მიყუჩება რუსეთის მომდევნო თავდასხმამდე. ვინ არის სასტიკი აგრესორი და ვინ მამაცი დამცველი ამ ომში, ვინ არის დამნაშავე და ვინ მსხვერპლი, სრულიად ნათელია. ვერასდროს შევეგუებით დამნაშავის მსხვერპლად წარმოჩენას, რადგანაც ეს უსაფრთხოებისა და მშვიდობის საწინააღმდეგო მოცემულობაა. უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. კირ სტარმერმა ზელენსკი დაუნინგ-სტრიტზე მიიღო. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა და ხანგრძლივი მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინისათვის 2,6 მილიარდი გირვანკა სტერლინგის ოდენობით კრედიტის გამოყოფის შესახებ, რაც უკრაინის თავდაცვით საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. დღეს ზელენსკის მეფე ჩარლზი მიიღებს. ის ასევე დაესწრება ევროპელ ლიდერთა სამიტს. გაერთიანებული სამეფოსგან სრული მხარდაჭერა გაქვთ. ჩვენ ვიდგებით თქვენს გვერდით, უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. რისი მიღწევაც ორივე გზურს, ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რომელიც სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას დაეფუძნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოსთვის. დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი რიჩარდ გრენელი ევროკავშირის მთავარი დიპლომატის კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება. კაია კალასი ამერიკაში რეჟიმის შეცვლისაკენ მოუწოდებს, წერს გრენელი სოციალურ ქსელში. რუმინეთის დედაქალაქში ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის კელინ ჯორჯესკუს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა. პოლიტიკოსმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობისათვის ბრძოლას გააგრძელებს. 26 თებერვალს ჯორჯესკუს ბრალი 6 მუხლით წაუყენეს, მათ შორის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმეზე. მას 2 თვით ქვეყნის დატოვება აეკრძალა. მადლობას ვუხდი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ყველა რუმინელს, ვინც დაიღალა კორუფციით და სპეცსამსახურების გავლენით. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებ და პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად საბუთებს შევიტან. ჩვენ ერთად დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას.
საპროტესტო გამოსვლები გრძელდება სერბეთშიც, ქალაქ ნისჩი ანტისახელისუფლებო აქციაზე 10,000 ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას გასული წლის ნოემბერში რკინიგზის სადგურის ფრაგმენტის ჩამოგრევის გამო, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი პრეზიდენტ ვუჩიჩის გადადგომას მოითხოვენ. დაკვლავ საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსან ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. შეხვედრაზე საქართველოში მშვილდოსნობის განვითარების შესახებ ისაუბრეს. მინისტრმა სპორტსმენებს მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვება უსურვა. მე მინდა მიულოცო ჩვენ ახალგაზრდა მშვიდოსნებს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი. ეს არის მართლა კარგი შედეგი. ჩვენ ყოველთვის ყავდა წარმატებული კარგი მშვიდოსნები და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი ახალგაზრდა მშვიდოსნები, რომლებმაც ამ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი კარგი შედეგი და ისტორიული შედეგით გვასახელეს, მომავალში უფრო კარგი შედეგი დაუბრუნდებიან საქართველოს და გაახარებენ ქართულ გულშემატკივარს. ქალთა ნაკრებმა მესამე ადგილი მოიპოვეთ, საკმაოდ ძლიერი კონკურენცია იყო, თუმცა მაინც შევწელით ამ ისტორიული წარმატების მიღწევა. მადლობა ფედერაციას და სამინისტროს მხარდაჭერისთვის. დიდი ყურადღება გამოიჩინა ფედერაციის მიმართ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის, არამედ მთლიან ციკლის დაგეგმვაში მხარში გვიდგანა ინვენტარის შეძენით, შეკრებების გავლით, ტურნირების დაგეგმითა და ტურნირებში მონაწილეობით და ასე შემდეგ. ეს გოგონები ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ვარაუდობ, რომ შეიძლება ერთი ან ორი მათგანი ოლიმპიადაზეც კი მოხდეს მომავალში. ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 31-მა ახალგაზრდამ სკილვილის აკადემიის სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა. სტუდენტების სწავლის საფასური ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ სრულად დააფინანსა. ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის მედიათეკის დარბაზში კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია გაიმართა, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული მერი და სკილვილის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გადამზადდა 31 ახალგაზრდა. მათ მიიღეს ისეთი უნარ-ჩვევები, როგორც არის ციფრული ტექნოლოგიები და სრულად პასუხობენ იმ გამოწვევებს, რომელიც დღესდღეობით არსებობს შრომის ბაზარზე. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სრული დაფინანსებით ჩვენმა 31 ახალგაზრდამ ნეო უნივერსიტეტის სკილვილის ბაზაზე გაიარა სხვადასხვა სასწავლო კურსები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი აღნიშნული პროექტის განხორციელება. თანამედროვე ეპოქაში აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდებისათვის შეიქმნას მდგრადი განვითარების საფუძვლები, მუნიციპალიტეტის საომავლოთაც აპირებს მსგავსი პროექტების განხორციელებას. ამ კურსმა მომცა იმის საშუალება, რომ მომავალი პროფესია ამერჩია, რადგან ციფრული მარკეტინგი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია დღევანდელ ბაზარზე და ასევე მაღალანაზღაურებადი. ამ კურსმა მომცა იმის საშუალება, რომ ამერჩია ჩვენ მომავალი პროფესია, რადგან რაბიტ ორიენტი და მიწევს გადაწყვეტილების მიღება თუ შემდეგ საომავლოდ რა პროფესიას ავერჩია. ზუსტად გამსახურდია სახელობის საპრეზიდენტო ცენტრმა ზუგდიდის მერის სტიპენდიანტებს უმასპინძლა. მიმდინარე სასწავლო წელს მერის სტიპენდია 104 სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდა 80 ახალგაზრდა. მერია სტუდენტებს საქართველოს აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან ერთად უცხოეთშიც აფინანსებს. ახალგაზრდობის ხელშეწყობა ჩვენი მთავრობის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. განათლებული ახალგაზრდობა არის ქვეყნის და ამ რეგიონის მომავალი. მერიას 104 სტიპენდიანტი ყავს. ამ სტუდენტებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ ვაფინანსებთ. მათი ხელშეწყობა კი კიდევ უფრო გაიზრდება. მინდა მადლობა გადაუხადო ამ შრომისთვის, ამ აკადემიური მოსწრებისთვის და ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ახალგაზრდული და განათლების მიმართულებებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, საომავლო გეგმებზე. მიხარია, რომ მუნიციპალიტეტები და განსაკუთრებით ჩვენი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ეხმარება ახალგაზრდებს და ახალისებს იმისთვის, რომ მათ უკეთესი განათლება მიიღონ. მიხარია, რომ დღეს მზარდი ტენდენცია გვაქვს და აი ამდენი ახალგაზრდა არის ჩემთან ერთად. ევროპის სამოგზაურო გამოცემების ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან სამოგზაურო და სათხილამურო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს. მესტიაში პრესტურის მონაწილეები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ზამთრის ფესტივალსაც დაესწრნენ.
საქართველოში, განსაკუთრებით სვანეთში შთამბეჭდავი გარემოა. აქ არაჩვეულებრივი ბუნებაა. სწორედ ამიტომ ვუწევ რეკომენდაციას, რადგან აქ ძალიან დიდი სათხილამურო ტრასაა და მთის კურორტების მოყვარულთათვის აქაურობა ტურისტულად მიმზიდველია. საქართველოს საოცარი კულტურის მქონე ქვეყანა, აქ საოცარი ბუნების პეიზაჟებია, აგრეთვე არაჩვეულებრივია ქართული გასტრონომია. მოუთმენლად ველი, როდის გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას ესპანელ მკითხველს. ფრირაიდის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება საქართველოში სტუმრობა. დიდი თოვლია და ძალიან მომწონს საქართველო. აქ თბილი ხალხია და უგემრიელესი საკვები გაქვთ. მრავალფეროვანი არჩევანია მთის კურორტების მოყვარულთათვის. შესაძლებელია თხილამურებით და სნოუბორდით სრიალი. ასევე ფრირაიდს გამოვარჩევდი. ვფიქრობ, საქართველოში აუცილებლად დავუბრუნდები. ასეთი იყო ახალი ამბები 11-ზე. ყველა სიახლე შეგიძლიათ გაიცნოთ იმედი news.gt-ზე ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 2 საათზე დაბრუნდება. დროებით.